გამარჯობა, ძმების პოდკასტის მორიგი ეპიზოდის დროც დადგა. ისევ ვიმყოფებით ტრადიციულად PUB 44-ში და ჩვენი სპონსორია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარია ლუდი ბავარია და მადლობა მათ ამ გვერდში დგომისთვის და ნდობისთვის, რაც ყველაზე მთავარია. ლევონ ყუფარაძე, მერაბ ყუფარაძე და ჩვენთან ერთად არის ჩვენი სტუმარი თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორი ყოფილი ფეხბურთელი, ვეტერანი არის თბილისში. ვეტერანი არის ყოფილი ფეხბურთელი ნიკა ჭანტურია, სანამ ნიკასთან გადავალ და დავიწყებთ საუბარს, მანამდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოვყვეთ ყველა პლატფორმაზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, გამოგვიწეროთ, მოიწონოთ ეს ვიდეო და გვიკომენტაროთ და მოგეთ გვემეგობრეთ და გვეძმაკაცით. დავიწყოთ, ნიკა, გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი, როგორ ხარ, როგორ მიდის საქმეები? პირველ რიგში მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის, მოწვევისთვის, წარმატებებს გისურვებ, ძალიან საინტერესო პოდკასტი გაქვთ და ძალიან კარგია რომ ქართულ ფეხბურთს და სპორტს ზოგადად ესეთი გადაცემები ემატება. წარმატებებს გისურვებთ კიდევ. დიდი მადლობა. დავიწყოთ მაშინ ლოკომოტივზე, რა ხდება ლოკომოტივში, რა მდგომარეობა გვაქვს, რა სიტუაცია გვაქვს, ბორდი შეიქმნა, ვიცი და მაგას ვილაპარაკო. ბევრი სიახლე გვაქვს, პირველ რიგში მინდა აღინიშნოს ის, რომ იქნება ბორდი, სადაც მენეჯმენტი და გუნდის მმართველობა გაყოფილი იქნება. გუნდს ეყოლება დირექტორთა საბჭო, სადაც რამდენიმე ცნობილი ადამიანი იქნება, ამასთანავე ყველა თავისი მმართველები თავიანთ სფეროში წარმატებული ადამიანები, შოთი არველაძე, კი ბატონო. ძალიან გვიამაყება შოთის შართულობა ლოკომოტივში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს აუცილებლად სიკეთის და წარმატების მომტანი იქნება. გუნდი გარდამავალ პერიოდშია ახლა, თუნდაც მე ახალი ვარ ამ მიმართულებით, ან როგორც კი კარიერა დავასრულე, სპორტული დირექტორი გავხდი, მადლობა კლუბს ამდობისთვის და რომ მომეცა ეს შესაძლებლობა, ასევე გვყავს ახალ ბედა, მაგრამ ამავდროულად ძალიან გამოცდილი მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე უმცროსი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული მწვრთნელთა განათლების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იყო ევროპის მასშტაბით, რომელსაც პრო ლიცენზია ჰქონდა, მაგრამ ესე მთავარი მწვრთნელი პირველად არის და გიორგისაც წარმატებებს უსურვებ, ძალიან კარგად არქმევს ამ ყველაფერს თავს და ესე ვთქვათ, გაახალგაზრდავება მიდის ყველა მიმართულებით გუნდში და გონია რომ ძალიან საინტერესო და შედეგის მომტანი იქნება, რაც ყველაზე მთავარი. ჩვენც ვჯერა მაგ პროცესს, იმიტომ რომ რაღაცა ყველა სუფთა ხალხი ვართ, ესე ვთქვათ, ჩართულები, არ გვაკლია მონდომება და იმედია ეს ყველაფერი შედეგიანიც იქნება ისეთი ხალხის დამხმარებით, როგორიც სპორტში იქნება. მე ლოკომოტივში მივედი 2006 წელს 11 წლის ვიყავი და 30 წლის ვარ, სულ რამოდენიმე წელი მქონდა წყვეტა, როცა ლოკომოტივის გარეთ სხვა გუნდებში ვთამაშობდი, მაგრამ მთელი ჩემი რაღაცა ფეხბურთი და არა მარტო ფეხბურთი, თუნდაც ბავშვობის მეგობრები და ჩემი გარემოცვა სწორედ ამ გუნდმა მომცა რა და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მარტო ის სამსახური არ არის ჩემთვის ლოკომოტივი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი რაღაცა მთავარი ნაწილია რა. ეროვნულ ლიგაში ხედავთ რაც ხდება, რა მდგომარეობაა საკლუბო ფეხბურთში ზოგადად და ამ მიმართულებით ეროვნული ლიგა 2-იც ხო დონე საკმაოდ ხო ბუნებრივია ხო. რაც მინდა რომ იყოს, აი დასამალი არ არის, რომ ზოგადად ქართული საკლუბო ფეხბურთი ძალიან ჩამორჩება თუნდაც სანაკრებოს და არ მაქვს საუბარი ახლა ევროპის წამყვან არა, ნუ ალბათ საშუალო დონის ქვეყნებსაც ძალიან ჩამორჩებით და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ოღონდ ეს ყველაფერი რაღაც ჰაერზე ნათქვამი არ უნდა იყოს. ამ ყველაფერს სჭირდება სწორი სტრატეგია, სწორი გეგმა, აუცილებლად ფინანსები, იმიტომ რომ ალბათ არ ვიცი, ფინანსები დღეს ერთ-ერთი გადამწყვეტია, არა ყველაფერი, მაგრამ ფინანსების გარეშე ძალიან ძნელია, თუნდაც ლოკალურ დონეზე და მე უკვე საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევა რა. რაც შეეხება შენ კარიერას ლოკომოტივში უკვე როგორც ახსენეთ 11 წლის იყავი ხო რომ მიხვდი და 2006 წელს დაიწყო შენი კარიერა ლოკომოტივში პლუს ამას იყო ნაკრები ოღონდ ასაკობრივები ხო ნაკრებები კი ნაკრებები მოი დავიწყოთ როგორ დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა ხო ჩემი საფეხბურთო კარიერა სწორად აღნიშნეთ ანუ ის ეტაპი უკვე როცა რაღაც გავაცნობიერე რომ მე თვითონ მინდოდა ფეხბურთი მეთამაშა ეს იყო ლოკომოტივში ანუ 2006 წელს მივედი ლოკომოტივში მან დაიწყო ჩემი კარიერა და 19 წლამდე ლოკომოტივში ვთამაშობდი 19 წლის უკვე დინამო თბილისში გადავედი წელიწად ნახევარი დინამოში გავატარე შემდეგ იყო ტრამვა რომელმაც ესე ვთქვათ საკმაოდ დიდი დაღი დაასვა ჩემს კარიერას მე დავბრუნდი ისევ ლოკომოტივში და პერიოდულად რამდენიმე წლიანი წყვეტა მქონდა ისევ სადაც ერთი წელი გაგრაში გავატარე და ერთი წელი ქობულეთის შუქურაში მანამდე
17 წლის როცა ვიყავი, რა პროექტი იყო ლოკომოტივის და ვისოლის ერთად, რომ ესე ვთქვათ, ჭყალებში გავერთიანდით ლოკომოტივი და ტორპედო და რამოდენიმე ფეხბურთელი მაშინ წავედით ტორპედოში, მაგრამ შემდგომ უკვე 6 თვის თავზე ვისოლი აღარ იყო ქუთაისში, ანუ ტორპედოს სპონსორი და ეს რაღაცა გაერთიანებაც, ესე ვთქვათ, დაიშალა რა, ხო, საკლუბო კარიერა ორი სიტყვით რომ უკვე ეს იყო რაღაცა ჩემთვის ძალიან საამაყო ფაქტი ის არის დღემდე რომ დინამოს ისტორიაში გავხდი დინამოს ყველაზე და დინამოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი ხო ეს არ არის 19 წლის არ არის პატარა ამბავი ხა როცა დინამოს ეხება საამაყო იყო ხა ჩემთვის წარმოედგინე გუნდში ყავდა ზურა ხიზანიშვილი რაღაც კაპიტანად შენ გირჩევდნენ ძალიან საამაყო და საფასუხისგებლო იყო ამავე დროს რა მაგრამ დიდხანს არ დამცალდა მე ტრამვის გამო ეგ ამბავი ხო ვერ შევიგე ეგ პერიოდი კარგად რა ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის რომ ორჯერ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატი ZZ 17 და 19 წლამდე ნაკრებებით 17 წლამდე ნაკრებით მოვახერხეთ ნახევარფინალში გასვლა და მაშინ მესამე ადგილზე თამაში არ იყო მაგრამ რადგან ჩვენ ნიდერლანდებთან დავმარცხეთ და ნიდერლანდები ჩემპიონები გახდნენ რეიტინგი და კოეფიციენტებით მესამე ადგილი ჩვენ დავიკავეთ ბრინჯაოს медали მაგრამ იქ ნახევარფინალში გამაძებეს ტრაგიკული ამბავია ეგეც რა პროცესში მომყვება ხოლმე ამ წარმატებასთან სულ რაღაცაი ბოლომდე რო ვერ იხარებ ეგ ამბავი იყო რა და მე უკვე შემდგომ წელს 19 წლამდე ნაკრებით უკვე 94-იანების ნაკრები იყო ერთ დიდებში მომიწია თამაში გია ცეცაძე იყო მწვრთნელი და იქაც შევძელით რომ ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა უკვე ჯგუფურ ეტაპზე რა ეხლანდელი ნაკრების ფეხბურთელები ლაშადვალი ოთო კაკაბაძე მაშინ თამაშობდნენ ჩემთან ერთად და ხო რაღაცა ძალიან კარგი იყო რა სიმართლე გითხრათ რაღაც კარიერის საწყისი ეტაპი ჩემთვის იმდენად კარგად და წარმატებულად დაიწყო მე რაღაცა განვითარება ცოტა სხვაგვარა წარმომედგინა მაგრამ რა ცხოვრებაა რა და ხა ეგეთი რაღაცა როგორც მოვისურვებთ და როგორც წარმოგვიდგენია ეგრე უმეტეს შემთხვევაში არ ხდება მაგრამ ძალიან მიხარია რომ ისევ ამ საქმეში დავრჩი რა და ეს ის არის რისკეთებაც ყველაზე მეტად მიყვარს მაბედნიერებს და დარწმუნებული ვარ ის რაც რაღაც ჩემი ფეხბურთის თამაშით ვერ გავაკეთე აუცილებლად ჩემი თავარი მიზანი ის არის რომ ხლა უკვე მენეჯმენტის კუთხით გავაკეთო. წანდო რა მაინტერესებს წერა საუბრობთ ნაკრებს მე რატომღაც მახსოვს ეგეთი რაღაცა რომ შენ წახვედი სინჯებზე ლონდონში. ხო, არსენალს. დაჟე როგორ რაღაც ძალიან პატარა ვიყავ მაშინ მაგრამ ეგ ყველაფერი დაჟე ეხა კადრი მიდგას თვალწინ ფოტოები და ვიდეოები შე რო არჩევდა ბურსკენ და რა მოხდა მან არსენალში წავედი ევროპის ჩემპიონატის მე როგორც გავიგე ეს რაღაცა ძალიან დიდი პროცესი ყოფილა თუმცა ძალიან დიდი ხანი მაკვირდებოდნენ ელიტ რაუნდი იყო თბილისში 17 წლამდე ნაკრების შესარჩეველი რაუნდი სადაც ჯგუფში ვიყავით ჩვენ ინგლისი, ესპანეთი და უკრაინა და არსენალის სკაუტები იყვნენ უკრაინელ ცენტრალურ მცველის ესპანეთი არ შორდება ვერც კალათბურთში ვერც ვერბურთში ხო და აკვირდებოდნენ რეალურად ამ ცენტრალურ მცველს რომელიც უკრაინის ნაკრებში თამაშობდა რაღაც პროცესში ისე მოხდა მე რომ ჩემკენ გადმოიხარნენ და მე ევროპის ჩემპიონატზე მიყურეს მე ლოკომოტივი ვიყავით ავსტრიაში შეკრებაზე და იქაც ჩემი რამოდენიმე თამაში ნახეს და ნუ საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ მე პროცესში იცოდი შენ რომ გაკვირდებოდნენ თუ არ იცოდი საერთოდ უბრალოდ იყო სხვა გუნდების დაინტერესებაც და ესე ვიცოდი რომ რაღაც უცებ 17 წლამდე საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდა ყველას იმის მოლოდინი ქონდა რომ გამაიდებლით გვაკვირდებოდნენ მაგრამ ხა სიმართლე გითხრათ ჩვენ დოსთან როგორ იყო ხა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების 90% თამაშობდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში რა და არსენალი ახლა ის იყო რა ანუ ხო ხდება ეგ რომელი წელია 2012 11-12 ეგ ის პერიოდია ხო რომ აი ხო ნუ ახლა ნაკრების განსხვავება ცოტა რაღაცა ოდნავ საშუალო დონის გუნდში ვინც მიდიოდა უკვე გიხაროდა კი ბუნებრივია რა და ისე მოხდა რომ ევროპის ჩემპიონატის მერე მიმიწვიეს რა და მქონდა სიმართლე გითხრათ სხვა გუნდების რომლებიც ეგრევე კონტრაქტს თავაზობდნენ უბრალოდ ჩვენ დროს კიდევ უფრო გართულებული ის იყო რომ არასრულწლოვანს ბიუროკრატიული პროცესები კიდევ უფრო რთული იყო რა იმიტომ რომ ეხლა გამარტივებულია სპორტსმენებზე რამდენადაც მე ვიცი რა და მაშინ ძალიან რთული იყო რა და მით უმეტეს მე რაც გავიგე პროცესში ბრიტანეთში კიდე რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი იყო რა ხო ცალკე ამბავი იყო და ნუ 17-ის ვიყავი მაშინ იქ შევთანხმდით რომ ორი კვირა ვიყავი დუბლებში მაშინ ემილიანო მარტინესი თამაშობდა სხვათა შორის საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ 18 წლის რო გავხდებოდი მე უნდა ჩავსულიყავი ხელახლა 18-ის რო გავხდი მე ტრამვა მივიღე რამაც ცოტა ხანი შეაფერხა ეგ პროცესი და ნუ საბოლოო ჯამში დაждდა ისე რომ
არა ევროკავშირელი ახლა ინგლისში რომ წავეყვანეთ მე 17 წლის ქართველი ფეხბურთელი იმ ხელა თანხებთან და იმ ხელა ბიუროკრატიულ პროცესებთან იყო დაკავშირებული რომ შენი უნდა აჯობო ერთდროულად ანუ იმ ფასში რეალურად აფასშიც მე უნდა დავრჩენილიყავი არსენალს ერთ ფრანკს ერთ იტალიელს ერთ გერმანელს ერთ ინგლისელს და ერთ ჰოლანდიელს დაიტოვებდნენ ხო ხდებიან ხა მაგასაკში როცა ლოკომოტივში თამაშობ 17 წლამდე ნაკრებში თამაშობ ეროვნული ლიგა ჯერ ნათამაშები არ გაქვს წარმოუდგენელია ახლა რა რაღაცა საოცრება უნდა მომხდარიყო. ზღაპარში შენ თვითონაც წარმოუდგენელი ერთი და ზღაპარში ხარ რომ აღმოჩნდი უცბად. ხო, ანუ წარმოიდგინე ხა აქ თამაშობ. დიდგუნთან არ ქონია პროსტა ეს რაღაცა. ბაზაზე ანუ როგორ არის, იცი, ანუ არსენალის ბაზა სადაც არის 23 იყო მაშინ 23 წლამდე გუნდი და პირველი გუნდი ერთად ვარჯიშობს. ანუ პროცესი სულ ერთად მიდის, მე რაღაცა ვარჯიშის მერე სადილი იქნება თუ ვახშამი იქნება ეს დუბლები და პირველი გუნდი ერთიანდება და აი ძალიან ის არის რა ანუ ერთი რაღაც დიდი ოჯახია ეს ორი გუნდი და ერთმანეთთან ახლადაში ფეხბურთელებიც ხშირად გადადიან გადმოდიან ხოლმე და იყვნენ სხვათა შორის დუბლებში ბელერინი იყო გნაბრი იყო ვინც მე პირველ გუნდში ითამაშა რა მაგრამ ხო ნუ აი წარმოიდგინე ხა 17 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის უცებ აქ რაღაც ადგილობრივ ტურნირებს თამაშობ და უცებ არსენალში ხვდები ვარჯიშზე ბენტნეს ხედა ვილშირს ხედა როგორ არ გინდა რომ ინერვიულო და მაშინ არ იყო ესეთი ის რა ანუ ეხა რო ყავს რომ არავის აღარ უყურს სერიაში ფეხბურთელი მიდის ჩვენი და კაი რა მოხდა იგოგლიჩიძეს ხო ყავდა სიტყვაზე ვამბობ ეხლა კი ეხლა გვაქვს და ბედნიერება ეგ და ის მაშინ ძალიან სხვა ის იყო მართლა ანჟიში რო თამაშობდა ნუკრერევიშვილი ის ხო ხო რო კარლოსი ჩავიდა და გუნდელები იქნებიან ეტო და რეები გვიხარდა ხო წარმოგიდგენ და ეხლა ალისონის ტრავმა გვიხარია ეხლა ალისონის ტრავმა გვიხარია იმიტომ რომ ქართველი გყავს ვიცი რა ძალიან კარგად აქ მამარდასეკ დასტილი ქსილესანი იყო ჩავიდა ვალენსიაში და ეგრევე შანსი მიეცა ჩელსისთან 2-3 კაი ბურთი აიღო სხვა შეიძლება ერთად თამაშობთ ლოკომოტივს დაგვეწერან აღმოჩნდეთ იქ მოსკოვის იმას და ჭია იყო მწნელი ის ახლა პლეიოფი გრანდასთან თამაშეს ერთად რა ნუ ერთი გუნდის წევრები იყავით მეგობრები იყავით ახლო ადამიანები იყავით ერთმანეთს და უცებ გავდა ხედავ რომ ტიპი ლივერპულში დგას მინდა რომ გულწრფელად თქვა ის რომ იმსახურებს ეგ ბიჭი რასაც მიაღწია იგივე ხა კი რა თქმა უნდა სიღბალი ადამიანის ხოვრებაში უნდა დაგდებდეს მაგრამ ეს სიღბალიც ალბათ რაღაცა შენი შრომიდან და რაღაცები დამოკიდებულებიდან მოდის და რა მე რაც შემიძლია რაც მინახავს ის თქვა რომ გიორგი იყო მაგხრივ სამაგალითო მაგრამ ხა პანდემიის პერიოდში ახლა მოკლედ რომ მოყვე ისტორია ყველა გაჩერებულები რო ვიყავით მე ეს ხო არ ვიცოდით რომ რაღაცა როდის გაიხსნებოდა ყველაფერი საბოლოოდ შეთანხმდნენ ყველა გუნდები და ფედერაცია რომ რაღაც უნდა პირველი ეტაპი იყო ინდივიდუალურად დაგვეწყო ვარჯიშები რა და ყველას ჰქონდა ინდივიდუალური პროგრამა მოიცავდა საკმაოდ შრომატევადი იყო რამდენიმე კილომეტრის სიძბილი პლუს ძალის სავარჯიშოები აი დილის 7 საათზე აი რო გაგეღვიძა და რაღაცა ინსტაგრამი გაგეხსნა და გესკროლა გიორგის უკვე ნავარჯიშები ქონდა სტორი ედო რა მართლა სამაგალითო იყო იმიტომ რომ არაზოს არ ეზარებოდა ვარჯიში და სულ იმას ცდილობდა რომ აი ვისგან რა შეიძლება გაეგო ახალი გაეკეთებინა და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა იქ სადაც იმსახურებს ყოფნას მე სანდოხა მეუნებოდა აი ეგ არავის არ დამოვიწყდა ესე შოულოქში ვისხეი და მეუნებოდა რომ ჯერო ამბიჩო ქუთაისში ზირთა ჩავრთამაშე მაგრამ დაიმახსოვრე გოგლიჩიძეზე ხო სულ ამბობდა კი მეც სულ მეუბნებოდა უბრალოდ დაიმახსოვრეო ეს ბიჭიო რა ნაკრებში ითამაშო ძალიან მალე კი იმიტომ რომ გოგლიჩიძეს ძალიან მაგარი ფიზიკური მონაცემები აქვს ხა ცენტრალურ მცველი ათლეტური აღნაგობი და თან სწრაფია რაც არც ისე ხშირია და ძალიან კი ერთ-ერთ ორთაბრძოლებში ძალიან კარგია და ეს თავისთავად ფიზიკური მონაცემები და სისწრაფე თანამედროვე ფეხბურთის ალბათ რა ვიცი რაღაც განუყოფელი ნაწილია რა. აი დღევანდელი საქართველოს ნაკრები რა დიდი პატივისცემა და რაზეა ლაპარაკი გურამკაშია და მაგრამ არიან ახალგაზრდა მოთამაშეები რომლებსაც ალბათ ნელ-ნელა უკვე ჩაოლებრივი პროცესია რომ ნელ-ნელა უნდა მიეცეთ შანსი ხე გოგლიჩიძე უკვე სანიოლიც ნელ-ნელა უკვე აჩვენებს ხო, მე მგონი საზონოვზე უნდა სანიოლიოს ეგეშავა მე მგონი არა უცხო გააგზებ. იქ არის საზონოვი რომელიც ასევე ტრავმებმა გააწამეს. და ეხლა როგორ არ გამომართლა ხო, უიღბლობა ხეტაფეს ამბავი ტრანსფერი. აი, შენი დაკვირვებით დღეს საქართველოს ნაკრების დაცვის ამბავი რომ მითხრა. ხო, იდეაში გეთანხმები იმაში რაღაცა თაობათა ცვლა უკვე უნდა წავიდეს და წასული და დაძრულია ეს პროცესი, მაგრამ კაშო ალბათ ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და იმ ხელა ამაგია კაშოს დამსახურება და კაშოს როლიც ამ თაობათა ცვლაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს რაღაცა პროცესი უნდა იყოს შემიაზროს, რომელიც უკვე მიმდინარეობს.
ერთ დღეში ესე არ მგონია მე პირადად ჩემი სუბიექტური აზრი არა ხო კაშომ რა თქვა ხვალ მე წავედი ნაკრებიდან იმიტომ რომ გარდა იმისა რომ რაღაცა მოედანზე შეიძლება მომავალში არ ვიცი კაშომ იმდენი წუთები ვერ მიიღოს ამდენის თვითონ მიჩვეულია გასახდელში უდიდესი როლი აქვს და ავტორიტეტია ფეხბურთელებისთვის და მე-ერთია მოედანზე რა ხდება, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესია ასევე გასახდელში და მაგ გასახდელში კაშოს უდიდესი როლი აქვს რა და დარწმუნებული ვარ თვითონაც გაათვითცნობიერებული აქვს ეგ და მაქსიმალურად დაეხმარება ამ ახალგაზრდებს და ნაკრების ხვალინდელი მომავალი, ესე ვთქვათ, საიმედო ხელში იყოს. ფეხბურთელებსაც შეეხება, ხო, უკვე მართლა ისეთ ჩემპიონატებში თამაშობენ, რომ ეს მათ მაღალ დონეს და კლასს და ნიჭიერებას პირველ რიგში მგონია, რომ ამყარებს რა ეხლა როცა თამაშობ ბუნდესლიგაში, ბუნდესლიგა 2-ში, სერიაში ცოტა გული მწყდება ლაშადვალზე, იმიტომ რომ მგონია რომ მეც იმსახურებს რეალურად. ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ქონდა და საუკეთესო ასაკში და პერიოდში ალბათ და თავის კარიერის პიკშია რა და მე პირადად ცოტა გული მწყდება, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატშიც თავისუფლად ითამაშებდა, ამ ეხლა რაღაცა თავისი გამოცდილებით უფრო დაღვინდა და ძალიან საბოლოო ჯამში ძალიან კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ლაშა და ეს გარდამავალი პერიოდი მგონია რომ რთული არ იქნება, იმიტომ რომ ინდივიდუალურადაც ძლიერი ფეხბურთელები არიან და ეს თვანეთთან რომ შეთამაშდებიან უკვე და ბუნებრივია მწვრთნელის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მგონია რომ კიდევ უფრო უკეთესი დაცვის ხაზი გვეყოლება ვიდრე გვყავდა გასულ წლებში. დღეს გააქვს მაგის მოფუნება რომ ერთ პოზიციაზე თუნდაც დაცვაში ორი კარგი ფეხბურთელი ყავს რა, ანუ აქ რო კაკაბაძე დგას, იქ გოჩოლეიშვილი უდგას მე. გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგას თამბობს. იქით აზაროვი რო დგას, ლოჩოშვილი და ასე შემდეგ. ანუ რო არ ჩამოთვალო ყველა სიზონი. კი, 21-მდე ნაკრებშიც არიან საინტერესო ფეხბურთელები. კი, საიდანაც სიღრმეები არის რა. და კარგია თან რომ მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალურ მცველებს ყავს, იმიტომ რომ ფუფუნება, იმიტომ რომ ყველა ეძებს ახლა ნებისმიერი გუნდი ისროს მარცხენა ფეხით მოთამაშე კარგ ცენტრალურ მცველს და ჩვენ გვაქვს მაგის შესაძლებლობა თუნდაც ლოჩო, თუნდაც დვალი, ორივე მარცხენა ფეხით მოთამაშეა და ეგეც ძალიან დიდი უპირატესობაა ხოლმე რა. ლოკომოტივის აკადემია, რომელიც ახლა ასაკობრივი გუნდები ყავთ და გაქვთ თამაშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ აკადემიის ამბავზე ვთქვათ 2-20 სიტყვა, როგორი შევსება შეიძლება წამოვიდეს, ჯერ ადრეა ბუნებრივია მაგაზე ლაპარაკი ახლა, მაგრამ აი რა ასე 17 წლამდელები, 19 წლამდელები და სხვა ასაკობრივი გუნდები როგორი თაობა? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ლოკომოტივი ყოველთვის არის და იყო ის გუნდი და იქნება მომავალშიც, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაქსიმალურად აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ მაყურებელს და სპორტულ აუდიტორიას გააცნონ. ეხლაც ეროვნული ლიგა 2-ში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ. და შესაბამისად ჩვენთვის პრიორიტეტია აკადემიის ფეხბურთელებს მიენიჭოთ ესე ვთქვათ უპირატესობა სწორ დროს და სწორ გარემოში. აკადემიასაც შეეხება ყველა ასაკობრივი გუნდი ის გუნდები რომლებიც უნდა იყვნენ ოქროს ლიგაში ასპარეზობენ და ბუნებრივია უფრო მეც ვისურვებდით პირობების გაუმჯობესებას ვისურვებდით და მუშაობთ ამ მიმართულებით და წლის ბოლოს დიდი იმედი გვაქვს რომ უკვე შევძლებთ იმის დაანონსებას რომ ბევრი კარგი ცვლილება გვექნება ამ მიმართულებით არ მინდა ჯერ მოვლენებს წინ გავასწრო მაგრამ სანამ გადაცემაში შევიდეთ მანამდეც ვისაუბრეთ და იმედია მაგ ყველაფერს განვახორციელებ და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი კიდევ უფრო შედეგი სპონტანი იქნება იმიტომ რომ აკადემიის მნიშვნელობა ჩვენი გუნდისთვის რეალურად არის გადამწყვეტი იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი ახლა რომ ფეხბურთელებს ძალიან მაღალი ხელფასები გადაუხადოთ. არც არის ეს ჩვენი გუნდის ესე ვთქვათ სტრატეგია. გვინდა რომ ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივცეთ იმის შესაძლებლობა რომ თავი გამოიჩინონ და აქედან გამომდინარე ყველაფერს გავაკეთებთ რომ აკადემია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, იმიტომ რომ რეალურად ის რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს აკადემია ჯერ იმ ეტაპზე არ არის მისული, მაგრამ მუშაობთ ამ ყველაფერზე და არწმუნებული ვარ რომ მომავალ წელს სასიკეთო სიახლეები გვექნება, რაც რეალურად მე ფეხბურთელების ხარისხზე აისახება. ბუნებრივია პერსპექტივაში ხო გამოჩნდება უფრო გამოჩნდება, იმიტომ რომ აკადემია ძალიან ისეთია რა, ერთ წელში და ორ წელში შედეგს ვერ მოცემს. 3-5 წელი მინიმუმ უნდა გათვალო რომ ეტაპები უნდა გაიაროს იმ ბავშვმაც რომ პირველ გუნდამდე მივიდეს და მე უკვე ქვეყნის პარკლებს გარეთ სადოს და ასაკობრივ ნაკრებებს და მე უკვე ეროვნულ ნაკრებს გამოადგეს. დღეს აგერ 21 წლამდე ნაკრები თამაშობს, წარმატებულს უსურვებ ჩვენი ფეხბურთელი დათო ბუკია არის გამოძახებული და 21 წლამდე ნაკრებზეც
21 წლამდე ნაკრები გვანებიურებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმ ერთი მასპინძლით და მეორე პირველი ნაკრები გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს პატარა ამბავი კი არა, ძალიან დიდი ამბავია და იქაც საფრანგეთთან უბრალოდ ბოლო წამების რა უთხარი რა, თორე საფრანგეთი რო გამოგვიგდო. ეგ უკვე ჩავლილი ამბავია, ხო, გამოცდილება. მაგრამ რამასვანაძე ძალიან მაგარია, მართლა ძალიან მაგარია და ძალიან დიდი პატივისცემა მას უდასტურებ ჩემს. მაგაზეც არ არის, უახაკ ნასაუბრი. ხო და საავარაუდო. ვისი თქვა მინდოდა, იცი, არ ვართ ჩვენ განები კი დინამოს აკადემია, ლოკომოტივის აკადემია, იქ საბურთალოს იბერიას აკადემია, თუმცა არ ვართ განებიურებულები იმით, რომ გუნდებს ბევრ გუნდს ჰქონდეს აკადემია და შევსება ხო რეალურად სწორი მუშაობა არის სტადიონები არის ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ არ არის ბევრი სივრცე სადაც შეიძლება მოედნები აშენდეს და ანუ კლუბებმა მოედნები ააშენონ ნუ ყველაფერი მაინც როგორც დასაწყისში ვთქვით ფინანსურ შესაძლებლობამდე მიდის რეალურად კარგი აკადემია რო გააკეთო დიდი ინვესტიცია ამ ყველაფრისთვის და ტერიტორია რო ლოკაცია უნდა გქონდეს ისეთი რომ მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს და არ იყოს რაღაცა რთულად მისასვლელი რა. ეგ არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსებთან ერთად მდებარეობა, როდესაც გუნდი იწყებს აკადემიის მშენებლობას. ხო. ხო, საგურამოში რთულია იდეაში. ხო, საგურამოში ახლა ჩვენ მარტო პირველი გუნდი ვართ რა, იმიტომ რომ 4 სხვადასხვა ლოკაცია გვაქვს თბილისში, გეოგრაფიულად გვაქვს ეს ლოკაციები აღებული, რომ მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს იქ მისვლა და მუშაობთ იმაზეც, რომ რაღაცა ეს ჩვენი აკადემია ცენტრალიზებული გახდეს და ერთ ლოკაციაზე იყოს მოქცეული. ქართულ ფეხბურთს ჭირდება პერსპექტივალურად ყურება, იმიტომ რომ ესეთ ერთ იმაზე თუ დავკმაყოფილდით და გავჭირდით, წავა რეგრესი რაც საკლუბო ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა გრჩება ხოლმე, საკლუბო ფეხბურთს. ეგრეა რა, ნაკრები ახლა კარგია, შევსება არის, კი ბატონო, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში მე ეგრე მგონია, რომ თუ საკლუბო ფეხბურთი არა, ბუნებრივია. რა თქმა უნდა, მოიხოდა, მოდი ასე ჩვენ ენაზე ვთქვათ, თუ ვერ მოიხოდება ქართული ფეხბურთი, ნაკრების წარმატებას ძალიან დროებითია. მე ეგრე მგონია. კიდევ უფრო მეტია ახლა გასაკეთებელი რომ მეტი კვარა გვყავდეს, მეტი ზუკა გვყავდეს, მეტი მამარდა გვედგეს კარში და იმიტომ რომ ესენი იბადებიან ფაქტია და ნიჭიერები ჩვენს უგვეყოლებიან. თავარია მე როგორ გავზდით და განვავითარებთ ამ ნიჭიერ ფეხბურთს. კი ბატონო, ხვალ უკვე დღეს რო იწერება ეს ეპიზოდი, ხვალ ესპანეთთან სტუმრად თამაშობთ. ის თქვათ რომ ეს ეპიზოდი რო დაიდება ესპანეთთან უკვე ნათამაშები გვექნება, მაგრამ თურქეთთან იქნება იმ დღეს ამ საღამოს. კი ბატონო, აი ხა ამას უყურებთ ამ საღამოს, რამდენიმე საათში არის თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და ხო, მან უკვე რაღაც კუთხით გავიგებთ, შეგვიძლია გასვლა უკვე მორჩა. ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ორი თამაში. მაგთამაში არის, ხო, დამოკიდება. ეხა ესპანეთს კი ვიცით რომ 6 თუ 7 ფეხბურთელი აკლია, მაგრამ ნუ ესპანეთია რა, ისეთი ბირთვი და ისეთი ორგანიზმია და ესპანეთი არის უკვე სისტემა, რომელსაც როგორ უნდა თქვა, ეხა ერთი და ორი ფეხბურთელი არ დააზიანებს, არალოგიკური რამეა, მაგრამ ამ რაღაცა სისტემაში მოქცეული ფეხბურთელები და მით უმეტეს ესპანეთის ნაკრებში შემთხვევით ფეხბურთელი ვერ მოგვიდება. და ბევრად უფრო მარტივად მომხრა პრობლემას ვიდრე სხვა ნებისმიერ. კი, ბატონო. ხო, ანუ მან ძალიან მნიშვნელოვანი ის არის ახლა რეალურად, რომ მე როგორც ვიცი, არ ვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია. თანაბარი ქულების არჩევობის შემთხვევაში ბურთებს ენიჭება, ხო? ესპანეთთან არ არის. არა, ურთიერთშეხვედრა არა, ბურთებია. ხო, და ესპანეთს 6-0 მოგებული. ხა თურქებს აქვთ თუ არ ვწდები -5. 3-2 მოგივიდეს ჩვენ და 6-0 და ჩვენ გვაქვს +2, ხო? 3-1 და 3-2. ანუ ეხლა 3-1 არ მოუგე. 3-0 მოუგე. 3-0 მოუგე ბულგარეთს და 3-2 წავაგეთ. 3-2 წავაგეთ თურქეთს. +4 გვაქვს. ვაიმე. მე მინდა ეთერში ჩემ 4 როგორ გაქვს 3-2 წავაგე და 3-2 მოიგე. +2 გვაქვს ჩვენ. ხო, +2 გვაქვს ჩვენ და იმათ აქვს -. მე ჩავთვალებ 3-2 მოგება ჩავთვალებ. რეალურად იცი რა არის რაღაც ძალიან მაგარი იქნება და ბუნებრივია ესპანეთთანაც უნდა ვითამაშოთ იმაზე რომ ქულები ავიღოთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ნაკრები დარწმუნებული ვარ რომ ყველგან მოსაგებად გავა ისეთ ფეხბურთელები ყავს რა, მაგრამ სადღაც ისიც საფიქრალია რომ თავარია მე თურქეთში მოვიგოთ ნებისმიერ შემთხვევაში აქ როგორც არ უნდა მორჩეს რა, იმიტომ რომ ქულების
თუ თანაბარი ქულებით ვიქნებით ჩვენ თურქებთან ბურთებში, ეხლა ამ ეტაპზე ამ მოცემულობით ძალიან სოლიდური უპირატესობა გვაქვს. კიდე ის იქნება, რომ მე თურქეთს ესპანეთშია გასვლა ესპანეთშია სათამაშო, ხო. 6-0 რო სახში გაქვს ეხლა გუნდთან წაგებული, ფსიქოლოგიურად მე გასვლას ვეთამაშები, ხო. ძალიან რთულია, ძალიან. ხო და ის ამბავია კიდე რომ ეს ბულგარეთი ცუდად არის გაკვეთებული რა, ეხლა თურქები მოუგებენ. ხო, მაგრამ არ მგონია ისე ანუ არა, ისე მოგებას არ გულისხმობ, მე გულისხმობ უბრალოდ ამ ოქტომბრის სანაკრებო პაუზის მერე გულისხმობ, რომ ეხლა ჩვენ პირობით ეხლა ესპანეთთან რა უნდა რანაირი ოპტიმისტები უნდა ვიყო თუ თქვათ რა ესპანეთს თუ მოუგებ. ხო, ნუ ეხლა რანაირად უნდა თქვა იქ, მაგრამ ბულგარეთს მოუგებს რა ეს თურქეთი და უკვე შენ წინაა რა, ეხლა თანაბარი ქულები რო გვაქვს და ბურთების წინ რო ვართ, მე უკვე თურქეთი იქნება ქულების წინ და მთავარი თამაში ხდება უკვე 14 ოქტომბერი, როცა სათამაშო გვაქვს თურქეთთან გასვლას და იმ თამაში წარმატების შემთხვევაში უკვე ნახევარი ნაბიჯი შეიძლება ითქვას რომ გადადგმული იქნება, იმიტომ რომ ესპანეთი სახლში თურქეთთან ყოველთვის თამაშს არ მიცემს ყოველ შემთხვევაში და ეხა მოსაგებს მოიგებს ესპანეთი რაც მოსაგები ექნება რა. მარტო იმიტომ არ დამწყდა გული რომ მინდოდა ძალიან თურქეთისთვის მოგვიგო. ანუ მაგასო თავი დავანებოთ, ისე ითამაშეს ანუ ბიჭებმა რომ გონია რომ რაღაც ცოტა უსამართლო იყო ეგ შედეგი რა და აი არ ვიცი როგორ უნდა თქვა ფეხბურთში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ თურქეთში აუცილებლად მოვიდეთ. ძალიან დიდი პლუსი გვაქვს რომ კიტე დაბრუნდა რა. ხო, ნუ კიტე არ ვიცი. კიტე ძალიან დიდი ძალაა. ცალკე მე მგონია რომ ჩვენ კიდე რაღაცა ვერ ვაფასებთ და ვერ აღვიქვავთ კიტეს როლს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის. ეხლა ბოლოს ანიულის ინტერვიუს ვუსმინე. ანუ ისეთი რაღაცა თქვა, კიტე რომ ყავს ნაკრებში, ღამით შვიდად ძინავს, ეხლა მწვრთნელისთვის ამ ხელა ფეხბურთი აქ რა თამაშები და კიტეს მნიშვნელობას როგორ ხსნის ხო ხდებით რა და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია კიტე. ზურიკო ბოლოს გული გააკეთა და ზურიკო კარგ ფორმაშია ეგეც. კიტე და ჩაკვე რა, ეგ ორი ფეხბურთელი იყო რეალურად რაც თურქეთთან თამაშში დაგვაკვდა რა. ხო, აი ეს რაღაცა აი ბოლო ნაპერწკალი რა შუა ხაზში რა თორე. ხო და კიტეს დაბრუნება ძალიან კაი ამბავია რა, ძალიან. ხო, სადაც გჭირდებოდა თან იცი რა არის ეს ნაკრებიც არ არის ის ნაკრები რომ აი სადაც მოსაგებია იქ ქონდა ხო ეგ პერიოდიც რომ რაღაცა ქართველები აი გადამწყვეტ მომენტში წინახს ვერ უძლებ გამოვიდნენ და სადაც მოსაგები იყო პორტუგალიის ნაკრებს 2-0 მოუგეს რა ხო ხდები გერმანიაში რა და გონია რომ თურქეთის ნაკრების დამარცხება თავისუფლად შეგვიძლია რა იმიტომ რომ თვითონაც ხო ირწმუნეს ახლა ეს ის ხო არ არის რომ როგორც თურქეთმა წააგო ესპანეთთან 6-0 3-2 წავაგეთ აქ რაღაცა ისეთი თამაში ხო არ მოდი მე პირადად არ წასაგებ თამაში არ წასაგები თამაში პირდაპირ რა ეგრე იყო ანუ მოგონილი გოლები ანუ მარტივი გოლები გაგვიტანა 3-2 გოლი იყო ჩვენი ხო და მაგასაც ხო გრძნობენ ფეხბურთელები და აღიქვამენ რომ რეალურად უკეთესი გუნდი ვარ და შეგვიძლია რომ ჩავიდე და თუნდაც იმ რაღაცა ძალიან რთულად სათამაშო თურქეთში მოვიგოთ რა და მე მგონია რომ მაგას გრძნობენ ბიჭებიც და ყველაფერს გააკეთებენ და საბოლოო ჯამში გაგვახარონ და პირველ რიგში მოკლედ კარგი შემართებით ვართ ისიც ვიცით რომ კარგ ფორმაში არიან ყველანი კიდე ცოტა ნერვიულობდი ცოტა მძიმე ამბავი გადაწყვეტილი არა ძალიან მძიმე მამა გარდაეცვალა ბოლო და მაგრამ დაბრუნდა და ევროპალიგაზე ეგრევე გოლი გაიტანა მე იმ ავსტრიაში შეაგდა ეგრევე ანუ და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ისევ ავსტრიის ჩემპიონი დაახურა თქო ავსტრიის ჩემპიონატი დაახურა და ხო რა ყველა კარგად არის გვაკლია მხოლოდ ჩაკვე ხო სწორად ჩაკვე გვაკლია მარტო და დვალი დაბრუნდა ხო ვასტოლი დაბრუნდა მოკლედ ყველაფერი გვაქვს ლოჩაშვილი არ იქნება ესპანეთთან ბარათების გამო ხო მაგრამ ტრავმა და რამე რაც ყველაზე თავარია ჯობია თურქეთთან იყოს რა თქმა უნდა აბა რა და კვარა ვიცით რომ კვარა ბოლო თამაშები გამოტოვა ტრავმის გამო და იქნება მე გულწრფელად რა ეხლა შეიძლება რა ვიცი სისულელეს ვაობ შეიძლება მაგრამ აი თუ დამეთანხმებით მე მგონია რომ ტრავმიდან დაბრუნებული კვარა ესპანეთთან ნუ დაასვენოს აი როგორ გინდა კვარა ყავდეს და დაასვენოს ანუ რას გულისხმობ იცი 90 წუთი არა თამაშოს თორე არა ნუ ეგ მაგას პროცესი ეგ მიცემული რომ ამას არ შეუძლია 90 წუთი თამაში რა უნდა მე მაინც გონია რომ თავარი თამაში თურქეთია რა კი მაგრამ ნახე ანისოსო ყურებ ჩამოყოლებული ესპანეთთან გადიხარ მე მგონია რომ კვარა სათადარიგოზე და არ ვიცი ახლა მწვრთნელი როგორ ტაქტიკურად ასჩაებს ფიქრს მაგრამ სადღაც შეიძლება ვიღაცისთვის დანებებას ნიშნავდეს კვარას არ დაყენება რა და
არ ყავდეს ესპანეთის ნაკრებს იამალი, ნიკო ვილიამსი, ფაბიან რუისი, კარვახალი. შენ ყარა ყავდეს და არ დააყენო, ჩანზე მყოფი ყარა, იმიტომ რომ თურქეთს შეუნახო მე. აი გავიდეთ და მოუგოთ ამ ესპანეთს, მოგვიგია რა, ხო ხდება? ძალიან ხამაღალი განცხადება. მე პრობლემა. ხო, ანუ ხო ხდები და არ არის ისაც არ გაგვიკეთებია, ხო ხდები? მოუგეთ ესპანეთის ნაკრებს ავიძოზე ესპანეთში და წავიდნენ და სოფლიოც მოიგეს ევროპა და დახურეს ფეხბურთი რა და გვაქვს მაგის გამოსწორება. ითამაშია შენ ამდენი წელი ფეხბურთი და იცი რომ ხანახანა ხო არის რომ აი რაღაცა ვერ თამაშობ იმ დღეს რა და ხო შეიძლება რომ ესპანეთსაც ვერ ითამაშო. არა, კი, დედა ცოტირე რა. რაც არ უნდა იყოს ამ ნაკრებმა მოგცა იმის ლაპარაკის შესაძლებლობა რომ განვიხილოთ რომ აი აუცილებლად თურქეთთან გასვლაზე მოგება რატო არა? რატო არა? ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი ყავს დღეს ყარასახით, ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ყავს ჟორჟის სახით, ეხლა მე ბაპეს არ ვადარებ რა თქმა უნდა, მაგრამ ჟორჟი უმაღლეს დონე რეალთან როგორი გოლიც შექმნა. რეალამდე უნდა მივიდეს და ჟორჟიც გაიტანს 30 და 40 გოლს. აი მაგის მაგრამ ჯერა რა. ძალიან გამტანია რა. მე გიგითხრა ჟორჟსა და ძალიან მეგობრობ და ძალიან ხედა რა ამ სატრანსფერო ფანჯარა ამ თუ არა რომ მოხლოს მომავალში სატრანსფერო ფანჯარაზე მე მინდა რომ ორი ფორვარდი განიხილოს ჩემმა საყვარელმა გუნდმა. მინდა გითხრა სანამ ეტყვა ჩაანაცვლოს ჟორჟიო ეტყვის და ხულიან ალვარესი ეტყვის კიდე. აგაშენა ღმერთმა ხულიან ალვარესი ან გიორგი მიქაუტაძე მინდა რომ ვიხილო რობერტ ლევანდოვსკის ნაცვლად. უახლოეს მომავალში ბარსელონაში. დაუცი ძალიან კაი ის არარეალური რო არა ეგ უკვე კაი. არარეალური მე მგონია რომ საერთოდ არ არის არარეალური როგორა ვილიარეალის ბიჭო მარტინ აიტი ყავდა კაი რა. გიორგი მიქაუტაძე რომ ყავდეს რა. არა იცი რა არის მიქაუტაძეს კარიერაში ყველაზე მაგარი რაც არის ტიპი ყოველი მაგისი ტრანსფერი ერთი ნაბიჯით მაღლა აყავს თავისი თავი და სადაც მიდის ყველგან ამტკიცებს რა. აიაქსი არ დამტკიცებინებს, თორე უნდა და დამტკიცებს. აი იქ პირიქით დამტკიცდა რომ აიაქსი შეცდა ძალიან მაგრა და ეგ ძალიან მთავარი. ჩამოშლილი იყო მაგის მერე აიაქსი რა და ეს წავიდა ლიონშიც ყარა მერე და აგერ ახლა გადმოვიდა და აქაც მეცი ერთ კვირაში ლიგაზე შეაგდო და ბერნაბეუზე შეაგდო რა და მეტი რა ქნა. იუესთან და რეალთან. ხო, ნუ ეხლა ნიკა ჭანტურია იყო ჩვენი სტუმარი, თბილისის ლოკომოტივის სპორტული დირექტორი და რა თქმა უნდა ლოკომოტივის წარმატებებს უსურვებთ, იმიტომ რომ მე მაგალითად მაკლია ლოკომოტივი ეროვნულ ლიგაში ახალგაზრდული შემართული რაღაცა იდეაზე და ფუნდამენტზე დაფუძნებული და მიმავალი გუნდი და მიხარია რომ გავთ გეგმები და რაღაცა ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებით ამ გეგმას წარმატებებს გისურვებთ. ბავარიაა ჩვენი სპონსორი, PAB 42-ში მყოფებით, თუმცა არ გემშვიდობებით, იმიტომ რომ უნდა ვითამაშოთ. და რა უნდა ვითამაშოთ? ამას რამდენიმე წამში ავხსნით. ვისაც ჩვენ მოვესწარით და მათ თამაში ნანახი გვაქვს, იმ ცენტრალური მცველების ათეული მაქვს. და მე გეტყვი ფეხბურთელს და შენ უნდა მიანიჭო ათეულში ადგილი. მე არ ვიცი, ვის შენ არის? პირველი კარლეს პუიოლი, ჩემი კაპიტანი. კარლეს პუიოლი. კაცა მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა. და რა ბარსას კაპიტანია? 4. ალესანდრო ნესტა. მეორე. იაპ სტამი. სტამი. 7. ვირჯილ ვან დაიკი. მე-5. ჟერარ პიკე. მე-6. ფაბიო კანავარო. იტალიის ნაკრების ფანი ვარ. მე-3. ნემანია ვიდიჩი. 8. პეპე. მე-10. სერხიო რამოსი. მოდი ვიტყვი პირველს იმედით რომ მალდინი არ იქნება მე-9 რა. მაგი მედითი არის ჩემი ჯანტო პაულო მალდინია. მართლა? ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებ ყველა იმ საქმეში, რომელიც დაგეგმილი გაქვს ჩემ პროფესიულ და არაპროფესიულ საქმიანობაში. გუდი ბავარია იყო არის ჩვენი სპონსორი, ვიმყოფებით PAB 44-ში და ძმების პოდკასტი მომდევნო 3 შაბათამდე გემშვიდობებათ. დროებით. მადლობა.